აბრეშუმის გალერეაში მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული 70-მდე ნამუშევარი. ნინო ფერაძის ნამუშევრებს გამოარჩევს ის, რომ თითოეულ მათგანში იგრძნობა მხატვრის დადებითი განწყობა. იგი მათ შესაქმნელად განსხვავებულ ტექნიკებს იყენებს. მისი ძირითადი სამუშაო მასალა ტილო და აკრილია. თუ არ ჩადე ნახატში ენერგეტიკა, აი შეიძლება ისეთ ნახატი იყოს, რომელიც მსგავსი რაღაცა დაგიხატავს, მაგრამ ენერგეტიკა თუ არ არის, არავის არ მიიზიდავს, ეს ძალიან საინტერესო მომენტია. შენ თვითონ თუ იქ არ დახარჯე შენი ემოცია, არაფერი გამოცხო. გამოფენაზე სადღაც 60 ნამუშევარია. უმეტესი წილი არის ბოლო პერიოდის წლევანდელი ნამუშევრები. ძალიან საინტერესოა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ხედავს მაყურებელი, დაკვირვება, იმიტომ რომ ერთია რაც მე მაინტერესებს და პლუს იმას ემატება მაყურებლის შეგრძნება. ეს ჩემს საინტერესოა. და გავაკეთო ის, რაც მართლა სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, იმიტომ რომ იმდენად მძიმე და ბევრი ცუდი რაღაცები ხდება ყველგან გარშემო დედამიწაზე, რომ რა ვიცი, ეს პატარა სასიხარულო ფანჯრები რო არსებობს და გამოიყენო და ამას ადამიანები იშვიათად ვაკეთებენ. მე ვცდილობ, რომ ეს პროცესი დავიჭირო. როგორც მხატვარი აღნიშნავს, ეს საქმიანობა მისთვის არ არის მხოლოდ პროფესია. ხატვა მისი ცხოვრების წესია, ამიტომ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ხატვას უთმობს. ცდილობს, რომ საკუთარი ხატვის ტექნიკითა და ფერების კომბინაციით გამოხატოს საკუთარი განწყობა და შექმნას საინტერესო ნამუშევრები. მისი ნახატები აერთიანებს გრაფიკის, ფერწერისა და ანიმაციის სფეროებს და გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ექსპერიმენტული ხასიათით.